გაჩეხილი ტყე, მძიმე ტექნიკის კვალით დაზიანებული მიწა და შეცვლილი ბუნებრივი ლანდშაფტი. იქ, სადაც წესით ახლა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოსისტემა დაცული უნდა ყოფილიყო. ასეთი გულსაკლავი სურათი დაგხვდებათ დღეს დიღმის ჭალებში. გარემოსდამცველები წლებია მის მნიშვნელობასა და დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ. საუბრის პარალელურად ტყეჭალის შენარჩუნებისთვისაც იბრძვიან. თუმცა პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან იღებენ უყურადღებობას, გულგრილობას, დაუდევრობას და გადაწყვეტილებებს, რომლებიც სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობაზე, ისე შესაძლო კერძო ინტერესების გავლენაზე. ბოლო დროს სახელმწიფო გარემოსდამცველებს პარტნიორებად კი არა, ხელის შემშლელ ძალად აღიქვამს. ამას მოწმობს დიღმის ჭალების დამცველი აქტივისტის ანა ტრაპაიძის გამოცდილება, რომელიც მას არწმუნებს, რომ ბუნებრივი ტერიტორიები ეტაპობრივად კარგავს დაცულ ფუნქციას და საბოლოოდ სამშენებლო ინტერესების სამიზნედ იქცევა ხოლმე. სქემა ასეთია. ყველაფერი ნარჩენების დაყრით იწყება. ტერიტორიას ფრაგმენტულად დაზიანებენ, ზონირებას ცვლიან, ბოლოს სამართლებრივად მანიპულირებენ. ასე ვდგებით უნიკალური ბუნებრივი სივრცის განადგურების საფრთხის წინაშე. მოქონდათ სამშენებლო ნარჩენები და განათავსებდნენ მას ქაოტურად. პლუს ეს ჭალა მდინარის ძველ კალაპოტს წარმოადგენს, ამიტომ რამდენიმე მეტრის ქვემოთ, 1 მეტრის ქვემოთაც კი უკვე არის ქვაღორღი, ის ბუნებრივი ჩამონატანი, რომელიც მდინარეს ჩამოაქვს და ეს წარმოადგენს უძვირფასეს სამშენებლო მასალას აი ამ მოცემულობაში. ამიტომ გადაწყვეტეს, რომ მოდით ეს რესურსი ამოვიღოთ მთლიანად. სამშენებლო ნარჩენებით შევავსოთ ღრმულები. შეიძლება ეს სამშენებლო ნარჩენები კიდე აქეთაც მიუყაროთ, რომ კიდე უფრო განადგურდეს ეს ტერიტორია და განადგურების შემდეგ მერე უკვე იყით, რომ აბა სად არის ტყე, ვიღაცებმა დააბინძურეს, უზარმაზარი თანხები დაუჯდება ქვეყანას ამის ანადგურება, აღდგენა მეტის მოსახლეობა შეწუხებული იყო და რომ არ გვინდა ჩვენ ეს ნაგავსაყრელი ქენით რამე და ასე მოხდებოდა ამ ტერიტორიის გასხვისება. აი ეს იყო გეგმა. იმდენად ორგანიზებული სახე ქონდა ამ ყველაფერს, რომ ხედავდით და იმდენად გულგრილად იყვნენ აი ამ საქმისადმი არ რეაგირებდნენ. მუნიციპალური ინსპექტორები. ჩვენ ხვდებოდით, რომ აი ამას ჰქონდა უკან ედგა ძალიან კონკრეტული მიზანი, რომ გაანადგურა ტერიტორია და შემდეგ გაექციეს სამშენებლო მოედნად. პირველი განცხადება, რომელიც 2020 წლის მაისში შევიტანეთ საკრებულოში და შემდეგ ამას პეტიციაც დაემატა, პირდაპირ მოითხოვდა ამას, რომ გთხოვთ დიღმის ჭალები შეაჩერეთ ის, რაც ხდება ეს დამანგრეველი მოქმედებები და არავითარ შემთხვევაში არ მოახდინოთ ამ ტერიტორიის გასხვისება, დაფრაგმენტება, ზონის ცვლილება. ეს იყო აი 2020-ში შეტანილი განცხადება, სადაც ძალიან დიდი ადგილზეც ვიყავით საკრებულოში და ამაზე ვისაუბრეთ. ანუ ეს რისკები ჩვენ თავიდანვე დავინახეთ. ჩვენ დავინახეთ, რომ სამშენებლო ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება და შემდეგ მისი პრივატიზაცია, ეს არის ერთგვარი კანონზომიერება და ძალიან ბევრგან ხდება. არსენალის მთაზე, მუხად გვერდი, ნაფეტრები, აი პირდაპირ ხედავთ თუ სატვირთოები გამოჩნდნენ და სამშენებლო ნარჩენების დაყრა დაიწყო და სატვირთოები კოლონებად მოდიან ხოლმე, როგორც წესი და მუნიციპალური ვერ ახდენს მათ გაკონტროლებას. ამ საქმეში ისე ჩავერთე, როგორც დამკვირვებელი, ხო, მე დავაკვირდი მოქალაქე, რომ რაღაცა ცუდი ხდება და ჩაუბერე საყვირს, რომ ხალხო რაღაცა ცუდი ხდება, გადავრეკეთ ცხელ ხაზებს და რეაგირება ვითხოვე. და სახელმწიფო მე მიმატოვა როგორც მოქალაქე, არ დამიდგა გვერდში. არ ქონდა ადეკვატური რეაგირება ჩემს შეშფოთებაზე და მე მომიწია, რომ გამხდარიყავი აქტივისტი. მე მათ ვთავაზობ თანამშრომლობას. მაგრამ ისინი მე როგორც თანამშრომელს ისე კი აღარ, მოქალაქეს, რომელიც ცდილობს რომ დაეხმაროს და როგორც უნდა იყოს ეს ქვეყანაში ინსტიტუტებისა და მოქალაქეების აქტიური თანამშრომლობა, მე აქ მხედავენ მათ მოწინააღმდეგეს. დიღმის ჭალების კამპანიაში ჩართულმა აქტივისტებმა მოახერხეს შეეჩერებინათ ნარჩენების დაყრა, ქვაღორღის მოპოვება, შეაკავეს დამანგრეველი და გამანადგურებელი საქმიანობა და პარალელურად იზრუნეს დაცვა აღდგენაზეც. წამოიწყეს სასამართლო დავა ტერიტორიის დასასუფთავებლად. ამ მოთხოვნით მათ ჯერ მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეს, თუმცა რადგან მათ შესაბამისი აქტები არ გამოსცეს, კანონდარღვევით გარემოს დამაბინძურებლების მიმართ, იძულებული გახდნენ დავა სასამართლოში გადაეტანათ. სასამართლო დავა მოიგეს, თუმცა როგორც ტრაპაიძე გვეუბნება, მერიამ ეშმაკური ხერხი იხმარა.
დრო სათავისოდ ბოროტად გამოიყენა. მართალია მერიას სასამართლომ დაავალა ტერიტორიის სამშენებლო ნარჩენისაგან გაწმენდა, თუმცა პროცესი 4 წელი გაგრძელდა. სასამართლოს გადაწყვეტილების განჩინების ჩაბარებას კი 1 წელი მოანდომეს. ამ დროის მანძილზე თბილისის მერიამ სადაო ტერიტორია მცირე საკადასტრო ნაკვეთებად დაყო. გადასცა სახელმწიფოს, რომელმაც თავის მხრივ 26,311 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 20 წლის ვადით საფეხბურთო კლუბ ატლეტიკოს გადასცა სტადიონის ასაშენებლად. ტერიტორიას შეეცვალა ზონალური სტატუსი. პიროვნებების გამოვლენა და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება არის სახელმწიფოს ვალდებულება. და სახელმწიფო ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ჩვენთვის დაცული უსაფრთხო გარემო, ჩვენ აი ამ უფლების შესრულებას მოვითხოვთ. ამიტომ ჩვენი დავები იყო ყოველთვის ადმინისტრაციული, მიმართული მერიისადმი, მიმართული სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსადმი. მივიყვანეთ ერთი პროცესი ერთი ეტაპის დასასრულამდე, კონკრეტულად მერიას დაევალა დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავება სამშენებლო ნარჩენებისგან, რომელზეც ის აცხადებდა, რომ ვიღაცამ დაყარა და ჩვენ არ ვიცითო და სამშენებლო ნარჩენების დასუფთავება ჩვენი პრეროგატივაა, არ არისო, იმიტომ რომ ამის განყოფილება არ გაგვაჩნიაო. სასამართლო დავამ, რომელიც 4 წელი მიმდინარეობდა, საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვიტა 2024 წლის ნოემბერში, ამას ხაზ გაუსვა ამ პერიოდს, რომ მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული არაკერძო ტერიტორიების მოვლა და დასუფთავება არის მუნიციპალიტეტის პრეროგატივა. თუ დაბინძურდა, მუნიციპალიტეტმა უნდა დაასუფთავოს. უბრალოდ გადაწყვეტილება, რომ 24 წლის ნოემბერში მიიღეს, ხელში განჩინება ჩაგვარდა 2025 წლის ნოემბერში. აი ამ მომენტში მერიამ აი სადაო ტერიტორია დაყო უფრო პატარა საკადასტრო ნაკვეთებად, მოახდინა გადაცემა სახელმწიფოზე, სახელმწიფომ გაასხვისა საფეხბურთო კლუბ ატლეტიკოზე, შემდეგ შეეცვალა ზონალობა და დავის საგანი გაქრა 2023-2024 წელი საერთაშორისო მკვლელობის ჩართულობით მერიის დაკვეთით და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მომზადდა დიღმისჭალების აღდგენის სტრატეგია, რომლის დოკუმენტიც როდის ჩაგვარდა, ესეც 24-ში მომზადდა, ჩაგვარდა ასევე 25 წლის სადღაც ოქტომბერში. აი ამ ორი დოკუმენტის მოლოდინის პროცესში, რომელმაც უნდა დაიცვას დიღმისჭალები და უნდა მოგვცეს დიღმისჭალებისთვის აღდგენისთვის გადადგმული ნაბიჯები, ჩვენ საახალწლოდ დავდექით რეალობასთან, რომ შემოვიდა ტრაქტორი და დაიწყო რაღაცების მოსწორება და მე მეგონა, რომ ეს იყო ალბათ რახან ჩვენ ხელში ჩაგვარდა განჩინება, ალბათ მერიამ გადაწყვიტა, რომ შეასრულოს მისი პოზიტიური მოვალეობა და დაასუფთავოს მართლა ეს ტერიტორია. აღმოჩნდა, რომ 5 იანვარს აქ ტრაქტორები შემოვიდნენ იმის გამო, რომ თურმე ნებართვა ყოფილა სტადიონის აშენების, კერძო კომპანიის მიერ სტადიონის აშენების. და მოგვიწია უკვე სასამართლოსთვის მიმართვა იმისთვის, რომ გამოცემული აქტები, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიის დაფრაგმენტებას, ამ ტერიტორიის გადაცემას, ზონის ცვლილებას, აი ეს აქტები უკვე სასამართლოს წესით გაგვებათილებინა. ამით მივმართეთ მარტში სასამართლოს, როცა დოკუმენტები შევაგროვეთ და ჩაინიშნა სხდომა, აგერ 2 ივნის იყო სხდომა პირველი მოსამზადებელი. მაგრამ როგორც გითხარით, ჩვენ უკვე ვიცით, რომ სასამართლო დავები ადმინისტრაციული აი ესე იწელება, 4 წელი დაგვჭირდა ნარჩენებთან დაკავშირებით საუბარი. ახლაც აი ამ შეხვედრაზე 3 მოპასუხე მხარე ყავდა. თავრობა, იმიტომ რომ რაღაცა განკარგულება იყო გამოცემული, მერია და საკრებულო, რომლებმაც გაასხვისეს ეს ტერიტორია და აფრიგმენტეს და ზონალობა შეუცვალეს და კიდევ მოთხოვნილ იქნა, რომ აი ამ საქმეში ხარედ ჩაირთოს ამ კერძო სტადიონის აშენების მსურველი საფეხბურთო კლუბი ატლეტიკო და ასევე
ჩაერთოს მერიის ურბანული და სატრანსპორტო სამსახურის განყოფილება, იმიტომ რომ მათ ამ დოკუმენტების მომზადებისას ვერ დაინახეს პრობლემა, რომ დიღმის ჭალებში ასეთი სტადიონი აშენებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამსახურები იყვნენ ჩართულები და 6 წელია ძალიან კარგად იციან მერიაშიც და საკრებულოშიც ჩემი სახელი და დიღმის ჭალების პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე კომუნიკაცია გვქონდა და ჩვენ ამ თემაზე გვიმუშავია. ერთი ხელის მოსმით მოხდა ამ ყველაფრის დაწირვა. ახლა ამ ტერიტორიაზე, როდესაც თუ გაკეთდა იქ სტადიონი და ამ სტადიონს მოყვება თავისი განათება, თავისი ტრიბუნები, თავისი გასახდელი, თავისი პარკირება. რა თქმა უნდა. ეს ორგანიზმი ახალი ესაზღვრება უშუალოდ შემორჩენილი ჭალის ტყის ფრაგმენტს, სადაც ბინადრობენ აი ეს ტოლვილი, დევნილი, ურბანული ბიომრავალფეროვნების სახეობები, მათ შორის ბერნის კონვენციით დაცული სახეობები, ჭალის ტყე არის ზოგადად საქართველოში ძალიან ცოტა შემორჩენილი, ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში და ჭალის ტყეებს დაცული ტყეების ტიპის კატეგორია აქვთ მინიჭებული ტყის კოდექსით. დიღმის ჭალებში გვაქვს კუნძული, რომელიც მინდელის ხიდის ქვემოთ მდებარეობს, 8 ჰექტარამდე ტერიტორია, რომელზეც ბინადრობენ წავები და ეს წავები არიან ბერნის კონვენციით დაცული სახეობა, წითელი ნუსხის სახეობა. და იმიტომ რომ მათი პოპულაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კრიტიკულ ადგილს წარმოადგენს მათი ცხოვრების ციკლისთვის, მინიჭებული აქვს ამ ტერიტორიას ზურმუხტის ქსელის დაცული ტერიტორიების სტატუსი, რომელიც არის პან-ევროპული დაცული ტერიტორიების ტიპი. ანუ ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ ესეთი ტერიტორიები გქონდეს და ვუფრთხილდებოდეთ. და აი ამ წავის კუნძულის მართვის გეგმა დგება ხოლმე, ანუ როგორ უნდა იმართოს ეს კუნძული, აი ეს დოკუმენტი შექმნილი არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, რომელიც იძახის, რომ მარტო კუნძული იზოლირებულად ვერ იქნება დაცული ტერიტორია, მის მომიჯნავედაც და მათ შორის აი ამ ტყის ფრაგმენტები, რომელიც შემორჩა, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია, აღდგენა და ერთიან დაცულ ტერიტორიად ერთიანად დანახვა. როდესაც გვაქვს ჩვენ დაცული ტერიტორიები, მაშინ უკვე ასე დაფრაგმენტება, გასხვისება, ზონის ცვლილება და მაშინ მშენებლობა უკვე საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების გაკეთებას. მით უმეტეს ამ სტადიონზე ჩვენ გვაქვს საუბარი 2.6 ჰექტარია, საკმაოდ დიდი ტერიტორია არის, 2.6 ჰექტარი. და ეს დოკუმენტი არ აქვს. და რა თქმა უნდა ეს დოკუმენტი არ აქვს. ასე მივიღეთ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობა, რაც სპეციალისტების მტკიცებით დაუშვებელია. თუმცა ამ ამბის გაუგონარი მავნებლობა აქ არ სრულდება. მშენებელი კომპანიის ტექნიკა საპროექტო არეალს გაცდა და დააზიანა ხემცენარეები, შეიცვალა მიმდებარე ბუნებრივი ლანდშაფტი. აქტივისტების შეფასებით სამუშაოების დროს დაზიანდა მიმდებარე ჭალის ტყის ნაწილი. ტერიტორიაზე არსებული ნარჩენები კი სხვა ბუნებრივ არეალზე გადაიტანეს. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ ამიტომ არ უნდა გაცემულიყო მშენებლობის ნებართვა ამ ლოკაციაზე, რადგან ეს პროცესები ეკოსისტემის ეტაპობრივ განადგურებას გამოიწვევდა. ახლა მერიის მიერ ნებადართული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მინიმუმ 2 ხელოვნურ-საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა. თავისი მოცულობითი დამხმარე ნაგებობებით და ინფრასტრუქტურით. ეს კი გარემოს დამცველების აზრით დიღმის ჭალებს გაანადგურებს. ანა ტრაპაიძე გვიყვება, როგორ შეუცვალა მერიამ და საკრებულომ დიღმის ჭალების ტერიტორიას ზონალური სტატუსი ერთ ღამეში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო აი ნიუანსის დანახვა, როგორ ხდება ზონალობის ცვლილება. მას მერე რაც 2018 წელს შეიკრა 2019 წელს მიიღეს თბილისის გენგეგმა, სარეკრეაციო ზონალობები მხოლოდ სამშენებლოდ გარდაიქმნება და არასოდეს არაფერი არ ემატება ამ ტერიტორიას, სარეკრეაციო არაფერი არ ხდება. და გადაწყვეტილება როგორ ხდება? ესე იგი მერია აგზავნის მოთხოვნას, რომ ჩვენ გვინდა რომ ამ ტერიტორიას შეუცვალოთ ზონალობა და შემდეგ საკრებულოში დგება შეხვედრა, რომელზეც განიხილება ეს საკითხი და კენჭისყრით გადაწყდება ხოლმე. ესე იგი მერიამ მიმართა საკრებულოს 23 ოქტომბერს საღამოს და 24 ოქტომბერს საკრებულომ კენჭი უყარა და შეუცვალა ზონალობა. ანუ რა შესწავლაზეა საუბარი? რა მსჯელობაზეა საუბარი? რა
რა მოქალაქეთა ჩართულობაზეა საუბარი, რომლის არსიც არის საკრებულო, იმიტომ რომ თანამონაწილეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი. რა ვადებზეა საუბარი, გონიერ ვადებზე რომ ჩვენ ეს გვაცნობონ, ჩვენი პოზიციის წარმოდგენის საშუალება და ჩვენი პოზიციის დაცვის საშუალება გქონდეს. ეს ყველაფერი გვიჩვენებს იმას, რომ არის უამრავი პროცედურული დარღვევა, შესაძლო კორუფციული გარიგებები, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით, რომ იქ საკრებულოში ადამიანები სხედან ნებისმიერ ასეთ ცვლილებაზე ხელმომწერებად უბრალოდ და არა სხვა პოზიციაზე. ეს არის ჩვენება, მაგრამ ამ ხრივ ჩემთვის აი ეს სასამართლო დავა, რა თქმა უნდა, არის დავა ამ ტერიტორიის დაბრუნებისთვის, მაგრამ ასევე ეს არის ლუსტრაცია იმის თუ ყველა დონეზე იქნება ეს სახელმწიფო მთავრობა, იქნება ეს მერია, იქნება ეს საკრებულო, რამდენად არის ინსტიტუციური პრაქტიკა ჩამორღვეული, რამდენად არის ეს ინსტიტუციები მითვისებული, რამდენად არის მიტაცებული ეს ქვეყანა. აი ამის დოკუმენტი არის ზუსტად ეს ყველაფერი. დიღმის ჭალები ეკოლოგიური თვალსაზრისით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბუნებრივ სივრცედ ითვლება. კვლევებში აღნიშნულია, რომ ტერიტორია მდიდარია ფლორით და ფაუნით. გვხვდება ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი მცენარეული საფარი, მრავალი სახეობის ფრინველი, ქვეწარმავალი და ძუძუმწოვარი. სპეციალისტების შეფასებით, ასეთი ეკოსისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წყლის ხარისხის შენარჩუნებაში, ეროზიის შემცირებასა და ქალაქის ეკოლოგიური ბალანსის დაცვაში. დიღმის ჭალების მნიშვნელობა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით არ განისაზღვრება. სპეციალისტები წლებია მიუთითებენ, რომ ჭალის ტყე თბილისის ბუნებრივი უსაფრთხოების და წყლის დონის მატების დროს ბუნებრივი ბუფერის ფუნქციას ასრულებს, წყლის ნაკადს ანელებს და წყალდიდობის რისკს ამცირებს. იმ პირობებში, როდესაც მტკვრის სანაპიროების დიდი ნაწილი უკვე ურბანიზებული და ჩაბეტონებულია, დიღმის ჭალები ფაქტობრივად ერთადერთი ფართომასშტაბიანი ბუნებრივი სივრცეა, რომელსაც ჭარბი წყლის შეკავება და გავრცელება შეუძლია. კლიმატის ცვლილების ფონზე, როდესაც ექსტრემალური ამინდის მოვლენები და ინტენსიური ნალექი სულ უფრო ხშირი ხდება, ასეთი ეკოსისტემის შენარჩუნება არა მხოლოდ გარემოს დაცვის, არამედ ქალაქის უსაფრთხოების საკითხიცაა. სწორედ ამიტომ გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ თბილისის ერთადერთი შემორჩენილი ჭალის ტყე განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი მასშტაბური ჩარევა თუ მშენებლობა დამატებით რისკებს ქმნის, როგორც ეკოსისტემისთვის, ისე ქალაქისთვის. დიღმის ჭალების დაცვის კამპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დრომდე არაერთი მცდელობის მიუხედავად თბილისის მერიასთან პირდაპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონიათ, თუმცა დღეს ამის საჭიროებასაც ვეღარ ხედავენ, რადგან მათი შეფასებით ქალაქის ხელისუფლება დიღმის ჭალებში მიმდინარე პროცესებს გარემოს დაცვითი ნორმების უგულებელყოფით და არაერთი კითხვის ნიშნით სავსე გადაწყვეტილებებით მართავს, რაც საზოგადოების ინტერესებსა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას პირდაპირ ეწინააღმდეგება. ანა ტრაპაიძე გვეუბნება, რომ სწორედ ამიტომ რჩება სასამართლო ერთადერთ გზად, რომლითაც შესაძლებელია გარემოს დაცვითი სამართლიანობისთვის ბრძოლა. დიღმის ჭალების მცველებმა კარგად იციან, რომ ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, ხშირად ხელოვნურად გაწელილი, თუმცა მიაჩნიათ, რომ თითოეული სამართლებრივი ბრძოლა იმ საფუძვლის ნაწილია, რომელსაც მომავალში საქართველოში გარემოს დაცვითი სამართლიანობის უფრო ძლიერი სისტემა უნდა აშენდეს. ჩვენ მერიასთან კომუნიკაცია ვერასოდეს ვერ შევძელით პირდაპირ. მაგალითად, დონორს სანამ არ მივაკითხეთ, ისე მერთან, მის მოადგილესთან შეხვედრა და ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ეს იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ გქონდა ილუზია ან სურვილი, რომ თანამშრომლობა, რაიმე სახის თანამშრომლობა გქონოდა. ამ ეტაპზე მე უკვე ვეღარ ვხედავ, როგორ შეიძლება მერიასთან რაიმე საკითხზე ვითანამშრომლო, უკვე მე ამ შეხვედრებს აღარ ვითხოვ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ უამრავი დოკუმენტი არის წარმოდგენილი, რომ რატომ უნდა იყოს მერია ამ ტერიტორიის დაცვის მხარეზე და თუ ამას არ აკეთებენ და თვითონ არ აკეთებენ, ეს უბრალოდ კიდევ ერთი ინდიკატორია იმის, რომ მათ გააჩნიათ თავისი კონკრეტული ინტერესები, კორუფციული ინტერესები პირდაპირ აღარ ჩინოსნებს. ყველოვანი რომ ესეთი სასამართლოები, რაც გარემოს დაცვის საკითხებს ეხება, ძალიან სწრაფად მიმდინარეობდეს. თუ შეიძლება რომ ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო ორ კვირაში და ორ დღეში გაასაჭირო, ღამე ჩანიშნოს, რატომ არ შეიძლება რომ გარემოს დაცვის საკითხები ესეთი პრიორიტეტული იყოს და სწრაფად ხდებოდეს რეაგირება, სწრაფად ხდებოდეს მიღება, მეტი მოსამართლე იყოს გადამზადებული გარემოს დაცვის საკითხებზე, ხო? აი თვითონ ჩემთვის ეს არის
მე ასე ვფიქრობ, გარემოს დაცვითი სამართლიანობისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი, ერთ-ერთი აგური, რომელიც მართალია მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში ძალიან რთულად დასადებია და აი საორჭოფოს რომ კი აქვს აზრი თუ არა აქვს აზრი, მაგრამ ჩვენ რო ვიბრძვით, საზოგადოება რო ფიქრდება, მოსამართლე რო ფიქრდება, ინსტიტუციები რო წუხდებიან, იმიტომ რომ რაღაცა რო არ გააკონტროლეს, ახლა სასამართლოში უწევთ თავის მართლება. ის რომ იურისტებიც გამოცდილებას იღებენ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი პრეცედენტი, არ ყავს ბევრი იურისტი, რომელიც გარემოს დაცვის საკითხით არის დაინტერესებული. ჩვენ ეს სხვა თუ არაფერი არის გამოცდილება. ტერიტორია თვითონ როგორც ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ვიბრძვი, მაგრამ პრინციპები, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ სასამართლომ იმეცადინოს და თავისი დემოკრატიის კუნთი აი ამაზე გაიძლიეროს. მეცნიერები და გარემოს დამცველები წლები ამ ტერიტორიის უნიკალურ ეკოლოგიურ მნიშვნელობაზე საუბრობენ. სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედებები ხშირად საპირისპირო საჩვენებს. ამიტომ დიღმის ჭალების ისტორია კლასიკური მაგალითია, როგორ ეჯახება ერთმანეთს საზოგადოებრივი ინტერესი და კერძო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. არადა ეს ადგილი არამხოლოდ ათეულობით სახეობის საცხოვრებელი გარემოა, არამედ ერთადერთი ბუნებრივი ბუფერი, რომელიც ქალაქს წყალდიდობისგან დაასხვევს. საბოლოოდ დიღმის ჭალების ბედი პასუხს გასცემს ალბათ უფრო ბევრად დიდ კითხვას. შეძლებს თუ არა საქართველო გარემოს დაცვითი სამართლიანობის დამკვიდრებას, სადაც კანონი, ბუნება და მოქალაქეების ინტერესი რეალურად იქნება დაცული. თუ კიდევ ერთი უნიკალური ბუნებრივი სივრცე განვითარების სახელით შეუქცევადად დაიკარგება.